არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების ინიციატივას დღეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები გამოეხმაურნენ. ჩვენი ნაბიჯები არის თანმიმდევრული, ჩვენი მიყვებით მშვიდობიანი ქვეყნის განვითარების გზას და ვფიქრობ ოლიმპიადაზე მონაწილეობა აუცილებელია, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ მტერს არ ძინავს. იგი ამ დაუწევ აწყობს პროვოკაციებს, ამიტომ ჩვენ დავაკვირდებით იმ მოვლენებს, რომელიც განვითარდება მომავალში და ვიქნებით ადეკვატურები იმ პოზიციიდან გამომდინარე, თუ რას მოიმოქმედებს მეორე მხარე. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. ჩვენ რამდენიმე თვის წინ თქვით, რომ მივდივართ ოლიმპიურ თამაშებს. და ეს გადაწყვეტილება მიიღო ძალიან დიდი აწონდაწონის სიტუაციის შემდეგ. ეხლა ბუნებრივია, ისევ უნდა მოიქცეთ ჩვენ, არ უნდა ვიჩქაროთ, თუმცა რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული სიტუაციისგან გამომდინარე, მაგრამ ამ წუთას ჩვენ გვართ განწყობილი, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ სოჩში.